ჩრდილო კავკასიის რეგიონში საინტერესო სიტუაცია ამ მხრივ. ჩერქეზების 40% ატარებს G2A 2 გენეტიკურ კოდს, ხოლო 15% ატარებს G2A 1 გენეტიკურ კოდს. ანუ მართლდება ის ინფორმაცია, რომ ჩერქეზები იყვნენ კოლხები. ყაბარდოელებში კი სიტუაცია სხვანაირადაა. ყაბარდოელების 35% ატარებს G2A 1 გენეტიკურ კოდს, ხოლო 10% G2A 2 გენეტიკურ კოდს. ლოგიკურიცაა. ყაბარდოელები ხო მუსლიმი სვანები არიან. ყარაჩაელებში და ბალყარელებში კი 30% ატარებს G2A 1 გენეტიკურ კოდს, ხოლო 5% ატარებს G2A 2 გენეტიკურ კოდს. აქაც სვანების ხელი ურევია უეჭველად. G2A 1 გენეტიკურ კოდს ატარებს ოსების 60%, ხოლო G2A 2-ს ატარებს 5%.